2024 წლის მონაცემებით 126.421 ოჯახი იღებს სოციალურ დახმარებას. აქედან 154.888 ბავშვია, რომელიც საქართველოში დახმარების სახით ყოველთვიურად იღებს 200 ლარს. ანუ 6 ლარს დღეში. ეყოფა თუ არა კალაძის შვილს 6 ლარი დღეში, ეყოფა თუ არა ივანიშვილის შვილს 6 ლარი დღეში და არის თუ არა ადეკვატური, რომ 154.000 ბავშვი 6 ლარად უნდა გამოიკვებოს, ჩაიცვას, დაიხუროს, სკოლაში იაროს, ბაღში იაროს. 41.886 ბავშვი ასეთი გაჭირვებული არის დედაქალაქში. ამასობაში პაპუაშვილს, ზარქუას და ალუდაღუდუშაურს 14.000 ლარი აქვს მინიმუმ ხელფასი. გურიაში 4.711 ბავშვია ასეთი. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში 2.102 ბავშვია, რომელიც 6 ლარად უნდა გამოიკვებოს დღეში. აჭარაში არის 11.955 ბავშვი სამაგიეროდ, ზარქუას 14.000 ლარი აქვს ხელფასი. დავით ნარმანიას 15.000 ლარი აქვს ხელფასი. სამაგიეროდ მაღალი თანამდებობის პირების შემოსავალი იზრდება, ბავშვები 6 ლარად უნდა გამოიკვებონ დღეში. ფაქტობრივად ეს არის კრიმინალი დანაშაული.